ქრისტიანობის გენოციდის სირიაში. გაიგებდით ამის შესახებ. მთავრობა წამებით კლავს ყველა ქრისტიანს მხოლოდ და მხოლოდ თავისი სარწმუნოების გამო. რამდენიმე ჯვარზეც გააკრეს როგორც ქრისტე. კადრების ყურებას არ გერჩევთ. ანადგურებენ ყველა სოფლებს, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ. ვიდეოები თავად გადაიღეს და გაავრცელეს. ქრისტიანობის გენოციდი უკვე მასშტაბურ ხასიათს იღებს და აქ გასაკვირი არაფერი არ არის, ეს ისედაც იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენივე ქვეყანაში ვუცხადებთ ქრისტიანობას გენოციდს. ვუვარდებით მამაოებს ტაძარში, ვლანძღავთ პატრიარქს, მივდივართ ქრისტეს რჯულის და ბიბლიის წინააღმდეგ და ვითხოვთ ერთსქესიანთა ქორწინებას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს კი რუსეთუმეებს და გოიმებს ვეძახით. ჯერ იყო და ოლიმპიადის გახსნაზე ქრისტეს საიდუმლო სერობა შეურაცხყვეს და გვარწმუნებდნენ, რომ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვეგონა და უბრალოდ ეს ყველაფერი გვეჩვენებოდა. მე მგონი დროა ევროპა და ამერიკა კი არა, ყველა ქრისტიანული ქვეყანა გაერთიანდეს ჩვენი სარწმუნოების და ქრისტეს დასაცავად.